ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის გზა უკვე მეორედ და ისევ ციხემდე მივიდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მთავარ ორგანიზატორად დაასახელა, დააკავა და მის წინააღმდეგ მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა, გაირკვა, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმის ავტორი, მთავარი კოორდინატორი და პროცესის ორგანიზატორი ახალაია იყო. ამ ყველაფერს კი სუსი გაშიფრული ინტერნეტ კავშირების საფუძველზე წუთობრივი სიზუსტით აღწერს. მთელი ბრიფინგი იყო სრული ბოდვა. თავიდან ბოლომდე. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ახალაიას მეუღლეს ახლა იმის მტკიცება უწევს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირი არ აქვს და უფრო მეტიც 4 ოქტომბერს ძალადობრივი არც არაფერი მომხდარა. ეს კი იმ ფონზე, როცა ანი ნადარეიშვილი ამ საქმეში თავადაც ფიგურირებს. სუსის მიერ გაშიფრული IP მისამართები სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული. ნადარეიშვილი ახალაიასთან ერთად დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. შესაბამისად, მას ახლა არა მხოლოდ მეუღლის დაცვა, არამედ თავის მართლება უწევს. თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს. თუ ისა ჩანაწერი დადგეს და გააყალბეს, IP-ს ვერ გატეხავდნენ და ვერ დაიწყებდნენ რეკვას. მით უმეტეს რომ დიდი ხანია ამ ნარატივს ავითარებდნენ, რომ ორგანიზატორი ბაჩოა. ანი ნადარეიშვილთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა ადვოკატმა პასუხი არც ერთ შეკითხვას არ გასცა. ახალაიას უფლებადამცველი კი ამტკიცებს, რომ საქმე აბსურდულია და 4 ოქტომბრამდე, თუ 4 ოქტომბერს მთელი დროის განმავლობაში და ძალადობრივ მოწოდებებამდე 9 წუთით ადრე, ანი ნადარეიშვილის IP მისამართიდან მურთაზ ზოდელავასთან შესული ზარები მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მეგობრები, რომ მაინც იქნება ვიღაცას ეყოს იმდენი სამართლებრივი განშორება, რომ მტკიცებულება რო არის გაანთავისუფლონ. ჩანაწერი კი არა აქვს. უბრალოდ მისი სახლის Wi-Fi-დან მოხდა დარეკვა. არაფერი მოწოდება და ორგანიზება არ ყოფილა. სასხლის დატოვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ელოდებოდა დაკავებას. მაშინ რატომ ტოვებდა საქართველოს გარბოდა? რატომ რეკავდა აქციის ორგანიზატორებთან ასე ხშირად უშუალოდ პროცესების მიმდინარეობისას? რა პასუხი აქვს თავად ბაჩო ახალაიას? რატომ ურეკავდა ზოდელავას და სხვებს აქციის 4 ოქტომბერს ასე ხშირად? საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და ორგანიზატორებთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო. კერძოდ, 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან, პაატა მანჯგალაძესთან, ლაშა ბერიძესთან და ირაკლი ნადირაძესთან ჯამში 300-ზე მეტი ინტერნეტ სესია გამართა. უშუალოდ 4 ოქტომბერს კი პირველი ვისაც ახალაიამ დაურეკა პაატა ბურჭულაძე იყო. შემდეგ იყო ზარი მურთაზ ზოდელავასთან. მათი ბოლო კომუნიკაციიდან 9 წუთში კი პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლის მოწოდება ისმის. უკვე ათონელის სასახლესთან ყოფნის დროს კი ახალაია ინტენსიურ რეკვას ლაშა ბერიძესთან იწყებს. ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტ სესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157 ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110 ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29 ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26 ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21 ჯერ. სუსი ყურადღებას ამახვილებს საქმეში ახალაიას ნათესავ ზვიად გაგუას ფაქტორზეც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სამხედრო მოსამსახურეების ცემასა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაშია მხილებული და გასამართლებული. ახლა კი ახალაიასთან ცხოვრობს და როგორც ირკვევა 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავასთანაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო. დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტ კავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მალე სასამართლო იმსჯელებს. საქმეში ანი ნადარეიშვილის როლს კი უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.